ოპტიკური კომპიუტერი კაცობრიობას უფრო სწრაფ გამოთვლებს შესთავაზებს, უფრო ენერგოეფექტურად მუშაობას, ასევე გამომთვლელი მოწყობილობების ზომის კიდევ უფრო მეტად შემცირებას, მაგრამ კომპიუტერის შექმნას, რომელშიც გამოთვლები ლაზერების ან და შუქდიოდების მიერ გამოსხივებულ ფოტონის ენერგიის მეშვეობით იწარმოება, ადვილი დავალება არ არის. პრობლემა მდგომარეობს ფოტონის არასწორხაზოვანი ოპერაციების შესრულების გამოყენებაში, რომლითაც უმეტესწილად ჩვენს ელექტროგამომთვლელ ტექნიკაში ვსარგებლობთ. კალიფორნიის უნივერსიტეტში შეიმუშავეს ოპტიკური მოწყობილობა, რომელსაც არასწორხაზოვანი ოპერაციების შესრულების უნარი შესწავს. ერთ-ერთი ამგვარი გამოყენება უკვე გამოიცადა. პროცესორი სმარტფონის კამერაში ჩასვეს, ათინათების შესამცირებლად, ანუ გამოსახულების ხარისხის მყისიერი გაუმჯობესებისთვის. არასწორხაზოვანი ოპერაციების წარმოება ან არასწორხაზოვანი ოპტიკური ფილტრის დანერგვა ოპტიკური გამოთვლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ელექტროკომპიუტერში ელექტროსიგნალების მეშვეობით არასწორხაზოვანი ოპერაციების ჩასატარებლად ტრანზისტორები გამოიყენება. გვინდა იმავეს მივახციოთ, მაგრამ უმეტესი ნედლეული სწორხაზოვან ფუნქციას ასრულებს. არასწორხაზოვანი ფუნქციის ნედლეული ხშირად ენერგიის უდიდეს მოცულობას მოითხოვს. მეცნიერების მიერ შემუშავებული მოწყობილობა 1 კვადრატული სანტიმეტრის ფართობის გამჭვირვალეს სიფრთხეს წარმოადგენს, რომელშიც უნიკალური მასალა გამოიყენება. რამდენიმე ატომის სისქის ნახევარგამტარი აპკი, რაც მას გამჭვირვალეს ხდის. კვლევითმა ჯგუფმა ნახევარგამტარი თხევადი კრისტალების შრესთან შეაერთა და ელექტროდების მეშვეობით აამოქმედა. შედეგად ჭკვიანი ფილტრი გამოვიდა, რომელიც 10,000 პიქსელისგან შედგება, რომელსაც შერჩევითად და სწრაფად შეუძლია არასწორხაზოვანი ჩაბნელება გარშემო არსებული სინათლის ზემოქმედების ქვეშ. არასწორხაზოვანი ფუნქციის გარეშე შექმნილ ოპტიკურ კომპიუტერებშიც კი ოპტიკური სიგნალების ელექტრონულში გარდაქმნა არის საჭირო, რაც დაყოვნებას იწვევს, ასევე ენერგიის ხარჯს. ჩვენს შემთხვევაში ყველა მონაცემების და გამოთვლების პროცესი თავად მოწყობილობაში ხდება. კვლევაში მოწყობილობის მიერ ფოტოზე ათინათების შემცირების შესაძლებლობა დაამტკიცეს, თუმცა მისი გამოყენების შესაძლებლობა ამით არ სრულდება. მისი მეშვეობით შეიძლება ისეთი კამერის გაკეთება, რომელიც ობიექტების ნაწილს ამოიცნობს, ნაწილს კი დაფარავს. ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების გარემოს ამოცნობის გაუმჯობესება შეუძლია, გამოსახულების დაშიფრვა, რობოტიზირებულ ასაწყობ ხაზზე ხარვეზის აღმოჩენა და სხვა მრავალი. კვლევაში 10,000 პიქსელის მქონე მოწყობილობა გამოვცადეთ. მომავალში გაფართოების გაზრდას ვაპირებთ მეგაპიქსელამდე ან მეტიც. ვისურვებდით მოწყობილობის კამერაში ხელოვნურ ინტელექტთან ერთად გამოყენებას. მოწყობილობის გაფართოების ზრდასთან ერთად გამოყენების სიაც გაიზრდება, ხოლო გამოსახულებითი მონაცემების ოპტიკური გამოთვლების შესაძლებლობამ გამოსახულების ხარისხი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს. Андрей Цветков, Юрий Закревский, специально для программы «Детали».